ტრამპმა და მარკო რუბიომ მოთმინება დაკარგეს კუბის კომუნისტური ფარსის მიმართ და თეთრ სახლში კუბაზე ზეწოლა გააძლიერეს, რის შედეგადაც კომუნისტური რეჟიმი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი შეტევის ცენტრში აღმოჩნდა. გუშინდელმა 27 მაისის კაბინეტის ხდომდომამ გახსნა სცენა, რომელიც ამ ხუთშაბათს 2026 წლის 28 მაისს აჩვენებს, რომ ვაშინგტონი კუბის კრიზისს მთავარ საფრთხედ განიხილავს ირანის დიქტატურასთან ომის შემდეგ. რუბიომ ტრამპის გვერდით ისაუბრა, გააკრიტიკა კომუნისტური არაკომპეტენტურობა და გაესა კუბის ეკონომიკის კონტროლის მანქანად დაასახელა. და მკაფიოდ აღნიშნა, რომ კუნძული, რომელიც ჩაძირულია ელექტროენერგიის გათიშვებში, დეფიციტში, მასობრივ გაქცევაში, ხოლო ელიტა დაცულია ამერიკის სანაპიროდან 90 მილის მანძილზე, აღარ შეიძლება იყოს უგულებელყოფილი. კომუნისტური ფარსი გამოაშკარავდა, რადგან რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს, მაგრამ თავად მისი ლიდერები აკონტროლებენ სიმდიდრეს. მათი ოჯახები კაპიტალიზმში ეძებენ ცხოვრებას და კუბის ხალხი კვლავ მიტოვებულია. რას მალავს კუბა? რატომ გარბის ელიტა მაიამიში? როგორ აპირებს დონალდ ტრამპი ახლა ზეწოლას? ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველ დღე გამოდის. რუბიოს გამოსვლა კაბინეტის შეხვედრაზე იყო მთავარი გზავნილი. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ კუბას ბევრი პრობლემა აქვს, რადგან მას არაკომპეტენტური კომუნისტები მართავენ. მან ეს კომუნისტური თემა ცარიელ იდეოლოგიურ დებატად არ წარმოაჩინა. მან ყურადღება გაამახვილა რეჟიმის სტრუქტურაზე და დაასახელა გაეზა, კონგლომერატი, რომელიც კუბის სამხედროებთან არის დაკავშირებული, როგორც კუნძულის ეკონომიკის ცენტრალური ნაწილი. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ სიმდიდრე რიგით მოქალაქემდე არ აღწევს, რადგან ის კონცენტრირებულია პოლიტიკურ და სამხედრო ელიტის მიერ კონტროლირებად მექანიზმში. აქ სწორედ ტრამპი და რუბიო ცვლიან საკითხის განხილვის ჩარჩოს. კუბის კრიზისი მხოლოდ სინათლის, საკვების ან საწვავის ნაკლებობა არ არის. ეს არის სისტემა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ელიტის პოზიციები, მაშინ როცა ხალხი იხდის ფასს. რუბიომ ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები კუბის ხალხისთვის კარგს ისურვებს, მაგრამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ამერიკის სანაპიროსთან ახლოს მყოფი არ შემდგარი სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების პრობლემად იქცევა. ეს ფრაზა მნიშვნელოვანია, რადგან ის კუბას აშორებს მემარცხენეების რომანტიკული პროპაგანდის ველს და კუნძულს თეთრი სახლის სტრატეგიულ რუკაზე ათავსებს. ტრამპისთვის საქმე არ ეხება ჩვეულებრივი კუბელების დევნას. პოლიტიკური სამიზნე არის ელიტა, რომელიც იყენებს დროშას, რევოლუციურ რიტორიკას და ვაშინგტონის წინააღმდეგ ბრალდებებს, რათა დამალოს საკუთარი პასუხისმგებლობა შიდა კოლაფსზე. გაესა აღმოჩნდა ზეწოლის ცენტრში, რადგან წარმოადგენს რეჟიმის ფინანსურ გულს. ჯგუფი საქმიანობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასტუმროები, პორტები, ბანკები, ბაზრები, საწვავი და ფულადი გზავნილები. რუბიო ამბობს, რომ ეს მოდელი ფუნქციონირებს როგორც სახელმწიფოში. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე კუბელი ხალხის წინაშე. როდესაც სამხედრო სტრუქტურა აკონტროლებს მომგებიან სექტორებს, მაშინ როცა ოჯახები ელექტროენერგიის გათიშვებსა და ცარიელ თაროებს აწყდებიან, წინააღმდეგობის ნარატივი ძალას კარგავს. რაც ჩნდება, ეს არის დახურული ელიტა, რომელსაც აქვს ცდომა ფულზე, უძრავ ქონებაზე, მოგზაურობებზე და პოლიტიკურ დაცვაზე. ჰავანას პასუხი მოსალოდნელი გზით მოვიდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა ყურადღება გაეროს მიმართა და დაადანაშაულა შეერთებული შტატების ზეწოლაში, მუქარასა და ენერგეტიკულ ბლოკადაში. რეჟიმმა სცადა ტრამპის შეტევა საერთაშორისო დონეზე გაეტანა. სხვა ქვეყნების მხარდაჭერა მოეთხოვა და ჰუმანიტარული კატასტროფის რისკზე ისაუბრა. მაგრამ ეს რეაქცია ასევე სისუსტეს აჩვენებს. კუბა დიპლომატიურ ასპარეზზე ჩქარობს, რადგან გრძნობს, რომ ზეწოლა მხოლოდ განცხადებებს აღარ ეხება და უკვე იმ მექანიზმებსაც შეეხო, რომლებიც რეჟიმის ძალაუფლებას ამყარებს. ჰავანის მცდელობა აშკარაა. ბრალის გადატანა კუნძულს გარეთ იმავდროულად კი ახსნის თავიდან აცილება, თუ რატომ ცხოვრობს მოსახლეობა ელექტროენერგიის ხშირი გათიშვების, დაბალი ხელფასების, საკვების და მედიკამენტების დეფიციტისა და ქვეყნიდან მუდმივი გადინების პირობებში. რეჟიმი ცდილობს წინააღმდეგობის გაწევის იდეა გაყიდოს, მაგრამ ჩვეულებრივი კუბელი რეალურ ცხოვრებაში სულ სხვა რამეს ხედავს. ელექტროენერგია არ არის, საკვები ძვირდება, ტრანსპორტი ჩერდება, ახალდაზრდობა გამოსავალს ეძებს და ძალაუფლების მქონე ოჯახებს კუნძულს გარეთ კარები კვლავ ღია აქვთ. ამ წინააღმდეგობას დონალდ ტრამპი და მარკო რუბიო ძლიერად იყენებენ. ალინა როსალეს აგირეო რეტას შემთხვევამ კიდევ უფრო გაზარდა კუბური ელიტის დისკრედიტაცია. ის გენერალ ულისეს როსალეს დელ ტოროს ქალიშვილია, რომელიც ჰავანის სამხედრო და პოლიტიკური აპარატის ისტორიული ფიგურაა და ის შეერთებული შტატების მიგრაციის სამსახურის მიერ და პოლიტიკური აპარატის დააკავეს. ამ ამბავმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რადგან ის რეჟიმისთვის არასასიამოვნო სურათს აჩვენებს. კუბის უმაღლესი ხელმძღვანელობის ნათესავები, რომლებიც ამერიკის ტერიტორიაზე ცხოვრობენ ან ცდილობენ დასახლებას.
მაშინ როცა მილიონობით ჩვეულებრივი კუბელი უზარმაზარ სირთულეებს აწყდება კუნძულიდან გასვლის ან საკუთარი ცხოვრების დალაგებისას, ეს ეპიზოდი ამყარებს მოსაზრებას, რომ კომუნისტური ელიტა მიკროფონთან კაპიტალიზმს გმობს, მაგრამ საკუთარ ოჯახს რომ უნდა დაიცვას, თავშესაფარს კაპიტალიზმში ეძებს. ეს სიმბოლური დარტყმაა. კუბელი ხალხი 10 წლების განმავლობაში ისმენს, რომ შეერთებული შტატები მტერია. მაგრამ ხედავს, რომ ისტორიული ლიდერების ნათესავები ფლორიდის სამხრეთში ცხოვრობენ, ვიზიტს შედიან, ცდილობენ საიმიგრაციო სტატუსის მოწესრიგებას და შორს არიან იმ რიგებისგან, გათიშვებისგან და დეფიციტისგან, რაც მოსახლეობას აწუხებს. კუბის კოლაფსი კუნძულზე არ რჩება, ის კვეთს საზღვრებს, ამოძრავებს არალეგალურ ქსელებს და ზეწოლას ახდენს რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე. ბოლო დროის ახალი ამბები აჩვენებდა კუბელებს მიგრაციულ ლიმბოში მექსიკაში სამართლებრივი გარანტიების გარეშე და ძირითადი სერვისების მიღების სირთულით. ასევე აჩვენა 18 კუბელი, რომლებიც ბრაზილიაში, რორაიმაში დააკავეს არალეგალურ მარშრუტზე, რომელიც მოიცავდა სატრანსპორტო საშუალებებს და ადამიანებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილ პირებს. მიგრანტებს შორის იყვნენ ბავშვები და ხანდაზმულები. ეს მონაცემი აჩვენებს სოციალისტური მარცხის პრაქტიკულ შედეგს. როდესაც ერი ანგრევს ცხოვრების მინიმალურ პირობებს, ადამიანები ნებისმიერ გზას ირჩევენ გაქცევისთვის. ისინი გადიან საშიშ მარშრუტებზე, კვეთენ სუსტ საზღვრებს, ხვდებიან შუამავლების ხელში და ცდილობენ მიაღწიონ ისეთ ადგილებს, სადაც შეუძლიათ იმუშაონ, იკვებონ, თავისუფლად გადაადგილდნენ და იცხოვრონ შიშის გარეშე. მემარცხენეები ამას კუბურ წინააღმდეგობას უწოდებენ. პრაქტიკაში კი ეს არის მასობრივი გადინება. და მასობრივი გადინება კეთილდღეობიდან არ იბადება, ის იბადება სასოწარკვეთილებიდან. დონალდ ტრამპი და მარკო რუბიოც ეკონომიკურ ზეწოლას იხენებენ როგორც პოლიტიკურ იარაღს. დონალდ ტრამპის მიერ მაისში ხელმოწერილმა აღმასრულებელმა ბრძანებამ გააფართოვა სანქციები კუბის რეჟიმთან დაკავშირებულ სტრუქტურებზე. სტრატეგიულ სექტორებს შეეხოდა გაზარდა რისკი უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც ეხმარებიან იმ სფეროების შენარჩუნებას, რომლებიც რეჟიმის ხელმძღვანელობას ექვემდებარება. ამის შემდეგ ამერიკის ადმინისტრაციამ დაიწყო სამხედროებთან დაკავშირებული პირების, ორგანიზაციებისა და ეკონომიკური სტრუქტურების მიზანში ამოღება. ლოგიკა მარტივია. თუ რეჟიმი ფინანსდება გენერლების მიერ კონტროლირებადი დახურული კომპანიებით, ზეწოლა სწორედ იქ უნდა განხორციელდეს. ეს სტრატეგია ჰავანას აღარ აძლევს კომფორტს, რომ ყველაფერი მხოლოდ ძველ ემბარგოს დააბრალოს. თეთრი სახლი ასახელებს სახელებს, სტრუქტურებს, ფულს და გავლენის ქსელებს. რუბიო მხოლოდ თეორიულ კომუნიზმზე აღარ საუბრობს. ის ამბობს, რომ კუბელი ხალხის ტანჯვის უკან კონკრეტული მექანიზმი დგას. კიდევ ერთი წინააღმდეგობა აწვება რეჟიმს. კუბა ვაშინგტონს ადანაშაულებს დახრჩობაში, მაგრამ თავად ამერიკულ ბაზართან დაკავშირებულ იმპორტსა და სავაჭრო ხვრელებზეა დამოკიდებული. მიმოქცევაში არსებულ სიახლეებში ჩნდება ინფორმაცია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში შეერთებული შტატებიდან კუბაში საწვავისა და ზეთების ექსპორტი გაიზარდა. ეს ძლიერ ირონიას აჩვენებს. ჰავანა სიტყვით გამოდის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაგრამ თავადვე საჭიროებს რესურსებს იმავე ბაზრიდან, რომელსაც დემონიზებას უწევს, რათა შეამსუბუქოს საკუთარი ენერგეტიკული კრიზისის ნაწილი. კაბინეტის სხდომამ ასევე აჩვენა, რომ ტრამპს სურს კუბის თემა უშუალოდ თეთრი სახლის კონტროლის ქვეშ იყოს. რუბიო მოქმედებს როგორც ამ ზეწოლის პოლიტიკური სახე, რადგან იცის კუბური ემიგრანტული დიასპორის პოლიტიკური წონა. ის პირდაპირ მიმართავს ფლორიდის საზოგადოებას და ესმის სიმბოლური ძალა იმ დიქტატურის წინააღმდეგ გამოსვლის, რომელსაც მემარცხენეები 10 წლების განმავლობაში რომანტიკულ პროექტად აღიქვამდნენ. ეხლა კი რიტორიკა შეიცვალა. კუბა წარმოჩნდება როგორც ჩავარდნილი რეჟიმი, რომელსაც მართავს არაკომპეტენტური ელიტა, დამოკიდებულია სამხედრო სტრუქტურებზე და ვერ ახერხებს საკუთარ ხალხს მინიმალური ღირსება მაინც მიანიჭოს. ჰავანა ცდილობს პასუხისგაცემას სიტყვიერი მუქარით, საერთაშორისო მოწოდებით და სუვერენიტეტის შესახებ რიტორიკით. მაგრამ სუვერენიტეტი, რომელსაც რეჟიმი იშველიებს, არ აღწევს ჩვეულებრივ კუბელამდე, რომელიც საათობით ელექტროენერგიის გარეშეა. არ აღწევს იმ ოჯახამდე, რომელიც საზღვარგარეთიდან გამოგზავნილ ფულზეა დამოკიდებული. არ აღწევს იმ ახალგაზრდამდე, რომელიც სასოწარკვეთილებაში საზღვრებს კვეთს და არ აღწევს იმ მუშამდე, რომელიც ხედავს სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებულ ფუფუნების სასტუმროებს, მაშინ როცა მისი ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობს. ეს არის ფარსი, რომელიც ტრამპმა და რუბიომ წამოაყენეს. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოთ ჭეშმარიტი ინფორმაცია. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.